მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერეძის რადიო საათს რადიო მაესტროზე. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პირველადი დასკვნის პროექტზე მსჯელობდნენ. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი დღეს იქ დამსწრე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი იქნება უკაცრავად. ჩვენი ტელეფონის ნომერია 249-460. ზარი მაესტროზე არის უფასო, შეგიძლიათ დარეკო და ჩვენ სტუმარს დაუსვათ შეკითხვა, ან გამოთქვათ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. თამარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს ყველაზე მეტი კრიტიკა რა ნაწილში დაიმსახურა ახალმა საარჩევნო კოდექსმა, რადგან თავიდანვე ხელისუფლება, კერძოდ პავლე კუბლაშვილი, ამბობდა, არაერთხელ განაცხადა მან, რომ თითქმის სრულ შესაბამისობაშია ახალი საარჩევნო კოდექსი ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან. თუმცა შემდეგ რესპუბლიკელებმა გაახმოვანეს უკვე კონკრეტული შენიშვნები, საიდანაც ჩანდა, რომ თლად ასე არ არის და არის საკმაოდ ბევრი სერიოზული შენიშვნა. მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილება, ანუ ყველაზე მთავარი, ყველაზე მძაფრი კრიტიკა რა ნაწილმა დაიმსახურა? კი ბატონო, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მე მგონი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, საკმაოდ აქტუალური. ვენეციის კომისიის დასკვნა ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კრიტიკული და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. დღეს ნამდვილად სამ არასამთავრობო ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა, ჩვენ ვართ ის ორგანიზაციები, ვინც ერთობლივად მუშაობდით მთელი წლის განმავლობაში რეკომენდაციებზე და ზოგადად ჩვენ შენიშვნებს ვამზადებდით ერთობლივად. თქვენ ასე ესწრებოდით შეკრებებს საერთო კი ბატონო, ჩვენ ყველა ფორმატში ვიყავით, აბსოლუტურად ჩართული რა ფორმატშიც იყო შესაძლებელი მონაწილეობა და დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვინდოდა რომ კიდევ ერთხელ საზოგადოების ყურადღება მიგვეყრო იმ დეტალებისთვის და იმ კონკრეტული საკითხებისთვის, რა საკითხებზეც საუბრობს ვენეციის კომისია და ეს არ იყო ერთადერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით, ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ რა საკითხებს გაითვალისწინებს პარლამენტი ვენეციის კომისიიდან. პირველადი მოსაზრებები უკვე არის ცნობილი, თუმცა მეორეს მხრივ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეხლა ამ წუთში მიმდინარეობს პარლამენტში შეხვედრა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან ბატონ პავლე კუბლაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს და კიდევ ერთხელ მიმდინარეობს ყველა რეკომენდაციის დეტალურად გავლა. ამიტომ შეიძლება დღის ბოლოსთვის არსებობდეს უკვე ახალი თემები, რომლებიც აქამდე გვეგონა რომ არ იქნებოდა გათვალისწინებული, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს საარჩევნო კოდექსში ამ პირიქით. შეიძლება გვეგონოს რა აქამდე იყო მზაობა რომ გათვალისწინებული იყო, მაგრამ პირიქით ამოვარდეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი გამოცდილებაც გქონია. რაც შეეხება თვითონ ვენეციის კომისიის დასკვნას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც რაოდენობრივად ძალიან ბევრ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ამ საკითხებიდან არის ნაკლები მნიშვნელობის მქონე თემები, რომლებიც თავისთავად, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის, მაგრამ რაღაც სისტემურ ცვლილებებს, ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და არის რაღაცა წვრილმანი საკითხები. მეორეს მხრივ არის თემები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მას აინტერესოა ის სწორედ აი ამ მნიშვნელოვან საკითხებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, იმიტომ რომ რაღაცა წვრილმანი შესწორებების შეტანით საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება, იმიტომ რომ სისტემური და ფუნდამენტური პრობლემები არსებობს საარჩევნო სისტემაში. თუმცა არის თემები, მოპატიეთ რომ გაწყვეტნიებთ, რომელზეც ხელისუფლება უკვე არის საკმაოდ კატეგორიული. კი ბატონო, ზუსტად ამ საკითხებზე ამაზე ვაპირებდი პრინციპში გადასვლას. ანუ ნომერი პირველი თემა, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვყოფთ საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო გარემოზე საუბრისას, ეს არის სისტემა და სისტემის პრობლემა. ვენეციის კომისია ამახვილებს ყურადღებას რამდენიმე საკითხზე. პირველ რიგში ეს არის ხმის წონა და რას ნიშნავს ხმის წონა? ხმის წონა არის ის თუ რამდენ ამორჩეველს ყავს წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ოლქები, რომელშიც ერთიანდება მაგალითად ერთ შემთხვევაში 3000 ამორჩეველი და მეორე ოლქი, რომელშიც ერთიანდება 200,000-მდე ამორჩეველი. და ყველა ოლქს ყავს თითო მაჟორიტარი წარმომადგენელი პარლამენტში. ანუ რას ნიშნავს, რომ ერთ დეპუტატ ზურგს უმაგრებს 200,000-მდე პირი და მეორე ზურგს უმაგრებს 3,000, მხოლოდ და აბსოლუტური დისპროპორცია არის, იმიტომ რომ სხვაობა ოლქებს შორის შეიძლება იყოს დაახლოებით 15-20%, ამას არ უნდა აღემატებოდეს და ჩვენ შემთხვევაში სხვაობა 200%-ზე მეტი არის და ძალიან დიდ სხვაობაზე გვაქვს საუბარი და ეს ფუნდამენტური ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ პარლამენტის პოზიცია
იყო, რომ რაღაცა სერიოზულ გადახედვას ეს არ ექვემდებარებოდა. ერთადერთი ნაბიჯი, რაც იყო გადადგმული, ეს იყო დეპუტატების რაოდენობის ზრდის საკითხი, რომელიც თავის მხრივ ძალიან პრობლემური თემა არის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ დეპუტატების რაოდენობა შემცირდა რეფერენდუმით და მიუხედავად იმისა, ვინც რა არ უნდა თქვას ამ რეფერენდუმზე, ეს იყო რეფერენდუმი და იმ რეფერენდუმის შედეგები არის გასათვალისწინებელი და იყო კიდევაც გათვალისწინებული და ეხლა ეს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმთან. თავისთავად დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება არ არის სწორი გადაწყვეტილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კიდევ უფრო ცუდი არის ის, რომ ეს არ აგვარებს პრობლემას. იმიტომ რომ თუ აქამდე სხვაობა იყო და ასე ვთქვათ, ოლქებს შორის 2500%, ეხლა იქნება 1500% და არა, ანუ 10-15%-ზე არის საუბარი, ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს მაინც ეს წარმომადგენლობითობა და ეს რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემაა. ანუ ეს არის ვენეციის კომისიის ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ როგორც ხვდებით არ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსში, არის სისტემასთან დაკავშირებული მეორე საკითხი, რომელიც არის მიღებული ხმების და მიღებული მანდატების პროპორციულობა. ანუ რას ნიშნავს? დღეს ჩვენი სისტემით პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიღებს დაახლოებით 30 ამორჩევლების 30%-ის მხარდაჭერას, მიიღებს სრულ უმრავლესობას პარლამენტში. ანუ 30% მხარდაჭერა საკმარისი არის იმისთვის, რომ ერთპიროვნული მმართველობა, ან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს პოლიტიკურ სუბიექტს, რაც აბსოლუტურად არასწორად მიგვაჩნია და ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ უფრო სამართლიანი უნდა გახდეს საარჩევნო სისტემა, როგორც მინიმუმ ამ ზღვარმა 30%-იანმა ზღვარმა 50%-ამდე უნდა აიწიოს. ეს ვენეციის კომისია ამასთან დაკავშირებით არ ამბობს არაფერს. ვენეციის კომისია, სხვათა შორის, როდესაც აქ იყო დელეგაცია ჩამოსული, მაშინაც დასკვნაშიც ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტი არის და ასეთ გადაწყვეტილებაში ვენეციის კომისია ვერ ჩარევა და არც გქონდა ჩვენ არასდროს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ვენეციის კომისიას რაიმე კონკრეტული, იმიტომ რომ მართლაც ისეთი პოლიტიკური საკითხი არის, როგორშიც არ ერევა ხოლმე ვენეციის კომისია, ანუ სამართლებრივ დასკვნას სცილდება, ასე ვთქვათ. თუმცა სისტემა არის ნამდვილად უსამართლო, ეს თვალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ეს დიდი ხანია, როდესაც იცვლებოდა, მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ სისტემა იყო უსამართლო და ძალიან სამწუხარო არის, რომ რაღაცა ცვლილებები აი ამ ვითარების გასაუმჯობესებლად დღის წესრიგში არ დგას და რაღაც ესეთი პოზიტიურ ცვლილებებს ამ კუთხით არ უნდა ველოდეთ. მეორე საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისია ამახვილებს ყურადღებას და ყველასთვის ცნობილია, რომ საკმაოდ პრობლემური თემაა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თემა. რამდენადაც მე ვიცი, თამარ, ვენეციის კომისია აყენებს საკითხს, რომ კანონი იყოს ძალიან დაკონკრეტებული ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით. კი ბატონო. არსებული კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას? დიახ, ძალიან კარგი კითხვა არის. თუ მთავარი არის არა კანონში რა ეწერება, არამედ რეალურად ამ კონტროლის განხორციელება. კი ბატონო, ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი კითხვა არის და სხვათა შორის 2010 წლის არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა ისეთ პრობლემად დაფიქსირდა, როგორც მანამდე არასდროს. რა პრობლემა არის? მე ვიტყვი რა პრობლემა არის კანონის დონეზე და მე შემდეგ უკვე რა პრობლემა არის პრაქტიკის დონეზე. კანონი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ყველას თანაბრად მიუწვდება, ასე ვთქვათ, ხელი და თუ ერთი პარტია გამოიყენებს, ან ერთი სუბიექტი გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, სხვა სუბიექტსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ იგივენაირად გამოიყენოს რესურსი. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ეს არის ჩანაწერი, რომელიც სრულად წარმოუდგენელია, რომ პრაქტიკაში იმუშაოს ამ ჩანაწერმა. იმიტომ რომ შეუძლებელია იმის მონიტორინგი, რა რესურსს იყენებს ხელისუფლება და ჩვენ ხშირად გვგონია ისეთი შემთხვევები, როდესაც რესურსი იყენებდა ხელისუფლება, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რომ ვიღაცა სხვა სუბიექტს მოეთხოვა იგივეს გამოყენება. და რა პირველ რიგში რა იგულისხმება ადმინისტრაციულ რესურსში? საერთოდ რა არის ის სიკეთე, რასაც პოლიტიკური პარტია, ჩვენ შემთხვევაში ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია ძალიან აქტიურად იყენებს. ამაში შედის ძალიან ბევრი რაღაც. დაწყებული საბიუჯეტო ხარჯებიდან, მაგალითად და საბიუჯეტო პროგრამებიდან, რომელიც პირდაპირ არ კვალიფიცირდება როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ საბიუჯეტო წელი იგეგმება იმდაგვარად, რომ არჩევნების წინ
ხორციელდება მთელი სოციალური პროგრამები. ამ სოციალურ პროგრამებში არსებობს პირდაპირი მინიშნებები კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. მაგალითად, ხუთლარიანი ვაუჩერი და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს და საზოგადოებისთვის აღიქმება როგორც პარტიის მიერ განხორციელებული რაღაცა კამპანია ან პროგრამა და არა როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამა. მთავარი რეკომენდაცია, რასაც წლების განმავლობაში ვენეციის კომისია, ეუთო, ოდირი საქართველოს აძლევდა თავის შენიშვნებს იყო, რომ უნდა არსებობდეს ზღვარი პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. საქართველოში ეს ზღვარი არის წაშლილი. ანუ ერთი გუნდი მოქმედებს, ანუ თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები მოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, არ ასხვავებენ იმას, როდის ასრულებენ ისინი ადმინისტრაციულ ფუნქციას, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ადმინისტრაციულ ფუნქციას, როგორც დაქირავებული პირები საზოგადოებისა და როდის ასრულებენ ისინი პარტიის წარმომადგენლის როლს. და ეს ზღვარი არის აბსოლუტურად წაშლილი ჩვენს რეალობაში და მთავარი რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია ამჯერადაც ხაზს უსვამს, არის, რომ აუცილებლად ასეთი ზღვარი უნდა გაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასდროს ვერ შევქმნით ჩვენ თანაბარ შესაძლებლობებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის და საარჩევნო სუბიექტებისთვის. იმიტომ რომ ისევ იქნება ის შესაძლებლობა, როდესაც მაგალითად ბიუჯეტით ფინანსდება გარკვეული ღონისძიება, რა თქმა უნდა სახელმწიფო ბიუჯეტზე სხვა სუბიექტებს ხელი არ მიუწვდება და არც არის სწორი, რომ სინამდვილეში მთელი ბიუჯეტი იხარჯებოდეს ან ბიუჯეტის დიდი ნაწილი საარჩევნო, წინასაარჩევნო მიზნებისთვის არ არის ეს სწორი თავისთავად. მეორე ადმინისტრაციულ რესურსში მოიაზრება არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ ნებისმიერი შენობა, მანქანა, საწვავი, ტელეფონი, ქაღალდი, პრინტერი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი, რასაც მოხელეები იყენებენ თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს. ეს ხომ შეუძლებელია ის მონიტორინგი, მოხელე კონკრეტულად ტელეფონზე, როდესაც რეკავს ან მანქანით, როდესაც სადღაც მიდის, ის პარტიული მიზნებისთვის იყენებს ამას თუ იყენებს თავისი უშუალო ადმინისტრაციული ფუნქციის შესასრულებლად. ამის მონიტორინგი არის ძალიან რთული. შესაბამისად, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ისინი ვერც კი მოითხოვენ იგივე რესურსზე დაშვებას, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ, რომ რომელიღაცა საჯარო მოხელე ერთი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ ხარჯავდა ამ რესურსს, აწვავს, მანქანას, ოთახს, ქაღალდს და ასე შემდეგ. შემდეგი საკითხი ეს არის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასაც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გავლენა აქვს, ასე ვთქვათ, და ეს მოიაზრება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ რეგიონებზე და გუბერნატორები, მაგალითად სახელმწიფო რწმუნებულები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული საარჩევნო კამპანიაში და ეს არიან ადამიანები, ვისაც ადგილობრივი მოსახლეობის აზრზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ და რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში აღიქმება როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ისევ ამ შემთხვევაშიც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ დაშვება იგივე თქვათ რესურსზე, რაზეც თქვათ ერთ კონკრეტულ სუბიექტს. მაგრამ თამა როგორ უნდა დარეგულირდეს კანონით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც საკმაოდ მრავალპლანიანი პრობლემაა, თქვენ ახლა როგორც საუბრობთ. თუ აპრიორი სიტუაცია არის ასეთი, რომ პრინციპში სახელმწიფო მართლაც იგივდება მართლ პარტიასთან. ან თუ ეს ბუნებრივი კავშირია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისთვის. კი ბატონო, კანონმა როგორ შეიძლება დაუშვათ აი ეს ზღვარი გაავლოს? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. აქ ჩვენ როდესაც ამ პრობლემის გადაჭრაზე ვფიქრობდით, რამდენიმე მიმართულებით გვიწევდა ფიქრი. ნამდვილად ერთი არის თქვათ ბიუჯეტი, მეორე არის თქვათ უშუალოდ რაღაც ტექნიკური საშუალებები, მესამე არის საჯარო მოხელები და ასე შემდეგ. მაგრამ ნამდვილად მრავალპლანიანი პრობლემა არის. პირველ რიგში ადმინისტრაციული ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გარდა შენობებისა უნდა იყოს აკრძალული. ეს არ არის უბრალოდ არ არის სწორი, რომ ნებისმიერი თქვათ ტექნიკური საშუალების ნებისმიერი საშუალების ასე ვთქვათ გამოყენება შეიძლებაოდეს პარტიული მიზნებისთვის და პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის. შესაბამისად, ერთადერთი რაც რისი აუცილებლობა შეიძლება დადგეს ნამდვილად ეს არის, რომ შენობების გამოყენება იყოს განსაკუთრებით რეგიონში შეიძლება იყოს პრობლემა და შენობების გამოყენება უნდა იყოს დაშვებული. ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს აკრძალული, იმიტომ რომ პარტიების წინასაარჩევნო კამპანია ისედაც სერიოზულად ფინანსდება ბიუჯეტიდან, მით უმეტეს კვალიფიციური
სუბიექტებისთვის ჩვენ ვიცით რომ მილიონი ლარის ფარგლებში იქნება გამოყოფილი დაფინანსება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უბრალოდ უკვე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯვასთანაც მივალთ, იმიტომ რომ გამოვა ძალიან დიდი რესურსი. თუმცა, როდესაც დგება ბიუჯეტი და განსაკუთრებით ოპოზიცია საუბრობს წლევანდელ ბიუჯეტზე, თავიდანვე განსაზღვრულია სხვა ხარჯები, რომლებიც მაგალითად ქალაქის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს. და აი აქედან ხომ არ მოდის ეს პრობლემა? ეს არის უკვე დაგეგმარების ძალიან სერიოზული პრობლემა. არ შეიძლება რომ ბიუჯეტი არ იყოს გასაგები და ნათლად არ იკითხებოდეს წლის განმავლობაში რა საქმიანობების დაფინანსებას აპირებს იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად ბიუჯეტის შედგენის სპეციალისტი მე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ წლის განმავლობაში, წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც პარლამენტი ამტკიცებს ძალიან ცხადად უნდა იყოს გასაგები, რას ამტკიცებს, რისი დაფინანსება იგეგმება. და ბიუჯეტის ნაწილი არის სერიოზული პრობლემა. სხვათა შორის ჩვენ 2010 წლის არჩევნების წინ მივახციეთ ესეთ ცვლილებას, როდესაც ჩაიწერა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არის აკრძალული, იმიტომ რომ ესეთი რაღაცებიც ფიქსირდებოდა, სპეციალური პროგრამები იწყებოდა ზუსტად არჩევნების წინ და ზუსტად რაღაც მაინდა-მაინც მაშინ ხორციელდებოდა ესეთი რაღაცები. ჩვენ გვინდა რომ ეს გავაფართოვოთ, იმიტომ რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნებამდე 2 თვით ადრე და ჩვენ ვიცით რომ 2 თვით ადრე უკვე დასრულებულია ხოლმე ყველაფერი, მაგრამ ბევრად ადრე იწყება სინამდვილეში რეალობაში რაც არის კამპანია ამის განხორციელება. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს შეზღუდვები გავრცელდეს უფრო წინა პერიოდზე, ასე ვთქვათ და თავის დროზე ნორმალურად უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი და შემდეგ უკვე რაღაცა ვარიაციებს და გადანაცვლებებს ადგილი არ უნდა ქონდეს, თუმცა ეს ძალიან რთულად მისაღწევი საკითხი არის, იმიტომ რომ ამისთვის პირველ რიგში პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, წინამძღოლ შემთხვევაში ყველა ფრიდან ასე ვთქვათ, რაღაცა გამოსავლის მოძებნა სხვანაირად ზოგჯერ შეუძლებელია ხოლმე. ერთი საკითხი, რაზეც მინდოდა ასევე ყურადღების გამახვილება, ეს არის თანამდებობის პირების მონაწილეობა ადმინისტრაციული რესურსში და უკაცრავად წინასაარჩევნო კამპანიაში და რატომ მინდა ამაზე ხაზის გასმა, იმიტომ რომ ამაზე საუბრობს ვენეციის კომისია. სხვათა შორის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ამ ნაწილში შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს, იმიტომ რომ იმდენად ასე ვთქვათ რთულად წარმოსადგენია ჩვენთვის, იმიტომ რომ ვენეციის კომისია ფაქტურად ამბობს, რომ თითქმის ყველა სუბიექტი, ყველა მოხელეს თანამდებობის პირს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა აეკრძალოთ წინასაარჩევნო კამპანიაში და გუბერნატორებზე აქცენტი ამას უსვამს ნამდვილად ხაზს. ამიტომ ვენეციის კომისია ძალიან ფართოდ, ეხლა თუ ეს სწორი ფორმულირება არის და მე იმედი მაქვს რომ სწორი ფორმულირება არის, ძალიან ფართო შეზღუდვებს ითხოვს ამ კუთხით და ძალიან ფართო ჩამონათვალს საჯარო მოხელებისა, თანამდებობის პირებისა აქცევს იმ შეზღუდვაში, რაც კრძალავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აქედანაც ჩანს ვენეციის კომისიის დამოკიდებულება ადმინისტრაციულ რესურსთან მიმართებით. თამარ, მთელი მოლაპარაკების მიმდინარეობის განმავლობაში ჯერვიანის შემდეგ 6-იანის და შემდეგ უკვე სხვა ფარგლებში, როდესაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია წავიდა შეთანხმებაზე ხელისუფლებასთან, თუ იდგა განსაკუთრებულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი და შეცვალა თუ არა, დათმო თუ არა რამე ხელისუფლებამ ამ მხრივ. თუნდაც აი ამ ერთი მიმართულებით, რაც არის თანამდებობის პირების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. კი ბატონო, ეს საკითხი მუდმივად ჟღერდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკეთებდით ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს, თუმცა რა თქმა უნდა, იმ მოლაპარაკების ფორმატშიც და შემდეგაც ეს მუდმივად იყო განხილვის საგანი. იმ პროექტში, რა პროექტიც საქართველოს პარლამენტში იქნა შეტანილი იურიდიულ კომიტეტში მომზადებულ პროექტს გულისხმობ, რომელზეც მხოლოდ გამოვიდა რომ მხოლოდ პარლამენტმა იმუშავა და მეტმა არავინ, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აბსოლუტურად მთელი საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო პარტიებს შორის შეთანხმებაზე და ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ თუმე პარლამენტში უკვე დაწერილი ყოფილა საარჩევნო კოდექსი, ესე მოხდა ამ კოდექსის დაწერა. იქ პირიქით უფრო გაუარესებული მდგომარეობა იყო სამწუხაროდ, იმიტომ რომ იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამონათვალს, ვისაც შეუზღუდავად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დაემატა გუბერნატორიც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გაუარესება მაინც ასე ვთქვათ გამოირიცხება კანონიდან და იმედი მაქვს, რომ გუბერნატორი არა მარტო გუბერნატორი ამოვა და მერი, არამედ უფრო შეიზღუდება იმ პირებისია, ვისაც უფლება აქვს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებისა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ვაუარესებთ მდგომარეობას და არანაირ ნაბიჯს წინ არ ვდგავთ. სინამდვილეში ნიშნავს, რომ უფრო ცუდ შედეგს ვიღებთ.
თამარ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მთელი ამ მოლაპარაკების მანძილზე იდგა, ჯერ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, დღეს უკვე ამაზე ვენეციის კომისიაც ამახვილებს ყურადღებას, ეს არის საარჩევნო საკითხი. მე მაინტერესებს საარჩევნო სიების საკითხი. მე მაინტერესებს სიებთან დაკავშირებით, რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას და რა არის როგორ არის ეს ყველაფერი ასახული საარჩევნო კოდექსში, რამაც ვერ დააკმაყოფილა კომისიის წარმომადგენლები და რამაც დაიმსახურა კონკრეტული შენიშვნები. კი ბატონო, სიებთან დაკავშირებით ესეთი საკმაოდ რთულად არის ალბათ საქმე, იმიტომ რომ როგორც თქვენთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შეიქმნა კომისია, ეგრეთ წოდებული სიების დამდგენი კომისია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და სამოქალაქო რეესტრიდან, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე გადაიტანა ვალდებულება, რომ დაადგინოს ამორჩეველთა ერთიანი სია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გვაქვს ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი არის იმ შემადგენლობის გამო, როგორც კომპლექტდება ეს კომისია, ანუ ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან პარიტეტულად არის დაკომპლექტებული, 7 წარმომადგენელი არის. და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ კომისიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში არ არის ცხადი, როგორ მუშაობს საერთოდ ეს კომისია. ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელი არის, როგორ აპირებს კომისია, რომ გადაამოწმოს სიები, შემდეგ ცვლილებები შეიტანოს. კომისია ამთავრებს მუშაობას ივნისში თუ ივლისში, მაშინ როდესაც ოქტომბერში ტარდება არჩევნები, რა ხდება, ვთქვათ, ივლისიდან ოქტომბრამდე და ასე შემდეგ. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და თავისთავადაც არ არის სწორი, როდესაც დროებითი შექმნილი კომისია, ასე ვთქვათ, ადგენს სიებს კონკრეტული არჩევნებისთვის და ჯერჯერობით ჩვენ რასაც უყურებთ, ჩვენ ვესწრებით და მონიტორინგს ვახორციელებთ ის მუშაობის რაღაცა ძალიან ეფექტურად ნამდვილად არ გამოიყურება ეს საშუალება. ჩვენ ვამბობდით და თავიდან ასეც იყო ჩაფიქრებული, რომ ეს უნდა ყოფილიყო მონიტორინგის ფუნქციის მქონე და მონიტორინგის აუცილებლობა არის ნამდვილად. ანუ მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა და დაედგინა რაიმე ხარვეზი არსებობს თუ არა სიაში და არა დაედგინა მთლიანად სია. და ეს არის პრინციპული სხვაობა არის, პრინციპული განსხვავება არის ამ რაღაცას შორის. ერთი როდესაც მონიტორინგს ახორციელებ, მაგრამ ვალდებულება მთლიანად არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რეესტრზე და მათ მიერ შედგენილ სიას შენ მუდმივად თვალყურს ადევნებ და თუ კი რაიმე ხარვეზები არსებობს, იმაზე აპელირებ და ვიდრე ის რომ შენ თვითონ დგები და თავიდან ადგებ ასევე სიას და ბევრი კითხვა არსებობს. ახლა მაგალითად, როდესაც კონკრეტული კითხვები დაისვა, რომ მიმისამართებთან მართებით როგორ ვაშვებით ასე შემდეგ, პასუხები თალსახა ამ კითხვებზე არ არსებობს და ეს ძალიან ცხადი არის, ასე ვთქვათ. ნუ არის უნდა ვნახოთ კომისია რას იზავს, თვითონ ვენეციის კომისია ამ კონკრეტულ კომისიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომისია რომ შეიქმნა ეს კარგია, მაგრამ ეფექტურობა უნდა შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ წლის ბოლოს, ასე ვთქვათ და მას შემდეგ რაც მათ მიერ შესრულებული სამუშაო დაიდება. მაგრამ მე აქ არ ვიცი რამდენად გასაგები იყო კომისიისთვის ფუნქცია კომისიის, იმიტომ რომ შეთანხმებაშიც აქცენტი კეთდებოდა მონიტორინგზე და არა დადგენაზე და მე ვუშვებ იმას, რომ ვენეციის კომისიისთვის ეს ცხადი არ იყო. ჩვენ მივწერეთ ვენეციის კომისიის ფუნქცია, ანუ თამარ დიდი ბოდიში უნდა გაგაწყვეტინოთ, ზარი არის ჩვენს ეთერში, როგორც მითხრეს, რეკავენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ამიტომ არ მინდა რომ ვალოდინოთ მსმენელს. გისმენთ თქვენ ეთერში? გისმენთ ეთერში ხართ? გისმენთ? როგორც ჩანს გაითიშა ზარი, ალბათ ისევ შეეცდება მსმენელი რომ დარეკოს ჩვენთან. სიების შესახებ საუბრობდით და იმის შესახებ რომ ვენეციის კომისიისთვის არ არის ცხადი შესაძლოა, ანუ ამას გადაჭრილი რა ფუნქცია აქვს სიების გადამოწმებელ კომისიას. იმიტომ მაგრამ რამდენად ცხადად არის ეს საკითხი თვითონ საარჩევნო კოდექსში, ანუ მოლაპარაკებების დროს რამდენად ცხადად გამოიყენება. ამაში ზუსტად საქმე, რომ თვითონ მუხლი არის, ერთი პატარა მუხლი არის კომისიის ფუნქციაზე, მხოლოდ მოცემული პროექტში და საერთოდ არ არის ცხადად გასაგები რა უნდა გააკეთოს ამ კომისიამ. და მე იმიტომ ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ ვენეციის კომისიისთვის ცხადი არ იყოს, რომ ვენეციის კომისიას აქვს ზოგადი რეკომენდაცია, არა საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადი რეკომენდაცია შემუშავებული, რომელშიც ძალიან გადაჭრით აქვს ნათქვამი, რომ არ შეიძლება კონკრეტული არჩევნებისთვის დროებითი წარმონაქმნების, დროებითი ორგანოების მიერ დგებოდეს სია არჩევნებიდან არჩევნებამდე. და მთავარი პრინციპი, რაზეც ვენეციის კომისია ყოველთვის აპელირებს, არის, რომ ეს უნდა იყოს მუდმივ მოქმედი ორგანო, ვინც სიებს, საარჩევნო სიებს ადგენს. ამიტომ ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები ვენეციის კომისიას და ვეცადეთ, რომ ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია, ზუსტად გავაგებინოთ კომისიის წარმომადგენლებს
გაგრძელებს, რას გულისხმობს ეს კომისია და კიდევ რამდენიმე საკითხი არსებობს CIEB-თან მიმართებით, სხვა შენიშვნებიც ჰქონდა ვენეციის კომისიას და ძირითადი ნაწილი მე თუ არ მეშლება გათვალისწინებული არის უკვე პარლამენტის მიერ მომზადებულ პროექტში. მაგალითად ის არ არის გათვალისწინებული, მაგალითად მისამართის იდენტიფიცირება ახალი პირადობის მოწმობით. არა, ამაზე არ არის საუბარი, ეს არ არის გათვალისწინებული, ასევე თუმცა იყო ერთი შენიშვნა მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ CIEB უნდა ქვეყნდებოდეს უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, მაგალითად და ეს ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტმა და როგორც ჩანს ეს ჩაიდება საარჩევნო კოდექსში. პრინციპში CIEB-თან დაკავშირებით მხოლოდ ეს ცვლილება, ეს რეკომენდაცია არის, რასაც პარლამენტი გაითვალისწინებს, ანუ ის რომ უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე გამოქვეყნდება საარჩევნო CIEB. თამარ, ოპოზიციას აქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური რეალობა შეიცვალა საქართველოში, გარკვეული ცვლილებები მათ სწორედ ამ რეალობას მიუსადაგეს. მე მაინტერესებს, როგორია არასამთავრობოების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა მოდით საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, რეკლამის დროა გადაცემაში 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, თამარ ჩუგოშვილია ჩვენი სტუმარი. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, თქვენ უსმენთ ეკაბერიძის რადიოსას, თამარ ჩუგოშვილია ჩვენი სტუმარი, 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი და ზარია თამარ ისევ ჩვენს ეთერში, ისევ ცდილობენ დარეკონ ამერიკიდან იმედია შემოვა მსმენელი და მაყურებელი. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობათ, ხალბატონო ეკა, გესმის ჩემი ხმა? ცუდად, მაგრამ გვესმის, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენ საქართველოს. ერთ-ერთი რაღაც გვინდა, ჩემი როგორც იქნა მოსწით მაესტროში და აი ჩვენი ხმები, საქართველოსთან სასული ხალხის ხმები, რომელსაც იცეს სააკაშვილი და თავი ჯიბეშია. აი რა დავაკეთოთ? მოიფიქრონ რაღაცა პოლიტიკოსებმა, რომ ჩვენ არ კომპიუტერებით მისცეთ ხმა, არა და საერთოდ გარდა სადმე ვინმე ჩამოვიდეს არჩევნების დროს, აქ და მივიდეს და რაღაცა გააკეთონ, რომ ჩვენი პასპორტები თორე და აი კომპიუტერებით მისცეთ ჩვენს ხმას ბატონ ბიზნესს და არ დაიკარგება ჩვენი ხმები. აი ეს მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო თემა წამოწია ჩვენმა მაყურებელმა. თამარ, ეს არის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმები, როგორ უნდა იქნეს სწორად გათვალისწინებული. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საქართველოს მოსახლეობიდან დაახლოებით მილიონი ადამიანი არის, როგორც ვიცით, საქართველოს საზღვრებს გარეთ გასული. მაშინ, როდესაც ქვეყანას ყავს 3 მილიონზე მეტი ამორჩეველი და აქედან მილიონი არის საზღვრებს გარეთ, ეს არის მართლაც ძალიან დიდი რაოდენობა ამორჩეველთა ხმებისა და სხვათა შორის ჩვენ არაერთხელ გაგვიგია პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია იქ თლად კანონის დაცვით არ ტარდებოდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არჩევნები. რთული თემაა ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც წესი დამკვირვებლების ყოფნა საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებზე არის ან ძალიან რთული, ან არ ხდება საერთოდ და დამკვირვებლების გარეშე მიმდინარეობს იქ საარჩევნო კენჭისყრის პროცესი და ასევე რაც შეეხება კომპიუტერით ხმის მიცემას, ელექტრონული ხმის მიცემა საქართველოში არ არსებობს, ჩვენი კანონმდებლობით ეს არ არის დაშვებული. საერთოდ ძალიან საფრთხილო თემა არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ქალბატონმა ახსენა და იმის გათვალისწინებით, რომ მართლა ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობა არის საქართველოს საზღვრებს გარეთ, შეიძლება ამაზე ფიქრიც კი ღირდეს. ელექტრონული ხმის მიცემა სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ძალიან წარმატებით მუშაობს ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზეც და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ელექტრონულ კენჭისყრას სჭირდება გარკვეული საზოგადოებრივი ნდობა. მე მაგალითად ესტონეთში მაქვს ნანახი ელექტრონული ხმის მიცემა, ეს არის აბსოლუტურად ნებისმიერი გარეშე თვალისთვის სრულიად დახურული პროცესი, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ მიხვდები კომპიუტერი რა ტექნიკურ ოპერაციებს ასრულებს და იქ საზოგადოებას არ აქვს ნდობა და არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რაღაცა ციფრები, როდესაც ჩნდება კომპიუტერზე, ეს არის ნამდვილად სწორი ციფრები. ეს კითხვები
უბრალოდ არ ჩდება იქ ამ მოსახლეობას არ აწუხებს ესეთი კითხვები, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ და არც ხდება ასეთი რაღაც, რომ რაღაცა გაყალბებას კონდეს ადგილი. ჩვენთან ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ძალიან დაბალი არის, კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს და რამდენად იარსებებს საზოგადოების ნდობა ელექტრონული ხმის მიცემის მიმართ, ეს მეორე თემა, მაგრამ თუმცა ის საკითხი რაც ქალბატონმა ახსენა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ნამდვილად ყველამ უნდა ვიფიქროთ ალბათ რა შეიძლება. და რამდენად არიან ინფორმირებული საქართველოს გარეთ სხვა ქვეყნებში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები ზუსტად თუ სად უნდა მივიდნენ არჩევნების დღეს, როგორ უნდა მისცენ ხმა, ანუ რამდენად აქვთ ეს ინფორმაცია? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ კი არა, საქართველოში მცხოვრებ ამორჩეველსაც როგორც წესი ინფორმაცია ძალიან ცუდად მიეწოდება, ხოლმე იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მახსოვს რეგიონებში, როდესაც ადამიანები ამბობდნენ, რომ გიგი უგულავას ეძებდნენ ბიულეტენში, იმიტომ რომ უნდათ რომ მიეცათ გიგი უგულავასთვის ხმა მაშინ, როდესაც ის იყო თბილისის მერობის კანდიდატი. ამიტომ ზოგადად ამორჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ეგრეთ წოდებული ცნობიერების ამაღლება ამორჩევლების, ეს არის ნამდვილად ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც პირდაპირ მედიის საკითხს უკავშირდება. პირდაპირ უკავშირდება მედიის საკითხს და რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს სხვათა შორის არჩევნებზე. მაგალითად, მოვიყვან ერთ ძალიან და რომთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს შენიშვნები. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს ვენეციის კომისიას ზოგადად მედიის როლზე არჩევნებთან მიმართებით. მაგალითად, ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, როდესაც ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია, მე პირადად ძალიან ბევრჯერ მომისმენია, როდესაც ამომრჩევლები ამბობენ, რომ აი კონკრეტული ციფრი თუ არ შემოვხაზე, მაგალითად მე შეიძლება რომ პრობლემა შემექმნას და ასე შემდეგ. და ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ იმის იდენტიფიცირება არის შეუძლებელი საარჩევნო კაბინაში შესული ადამიანი, ვის აძლევს ხმას, იმიტომ რომ არ არსებობს კამერა, არ არსებობს ბიულეტენის ნომერი, არაფერი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, აბსოლუტურად წარმოუდგენელი არის, შეუძლებელი არის, რომ ვიღაცამ დაადგინოს, მე მაგალითად ვის მივეცი ხმა, ნებისმიერმა ადამიანმა ვის მისცა ხმა, ამის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ იმის გამო რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, რომ ესეთ კონტროლს მასზე ვერავინ ვერ განახორციელებს, ძალიან მარტივად ექცევა ზეგავლენის ანუ შიშის მომენტი კი სამწუხაროდ აქვს ეს სამწუხაროდ საზოგადოებაში არის და ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ჩვენს ორგანიზაციაში ძალიან ხშირად მოგვისმენია ასეთი რამ. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან თემას, როგორც არის მედია და არჩევნები და თანაბარი პირობები მედია გარემოში. ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისია და რამდენიმე რეკომენდაციას უძღვნის ამ თემას. პირველ რიგში ამბობს, რომ უნდა უზრუნველყონ მედია საშუალებებმა ის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა და არა მხოლოდ ეს არ გულისხმობს მხოლოდ დროს, მაგალითად, ან დროის გადანაწილებას, არამედ ზოგადად თანასწორად, თანაბრად უნდა ხდებოდეს მათი გაშუქება. ანუ ტელეარხს მისაწვდომობას და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხელმისაწვდომობას, ასევე იმასაც მნიშვნელობა აქვს. შეიძლება უფრო მეტი დრო დამეთმოს მე მაგალითად ვიდრე თქვენ, მაგრამ თქვენ ძალიან პოზიტიურად გაშუქდეთ და მე ძალიან ნეგატიურად და უფრო მეტი დრო დაეთმოს ჩემს ნეგატიურ გაშუქებას და აბსოლუტურად პროპორციული იყოს და უკუ შედეგი მივიღოთ. ამიტომ ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. თავარი არის რომ მედია ასეთ გამორჩევას, ასე ვთქვათ, არ აკეთებდეს და თანასწორ მდგომარეობაში აყენებდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს, ვის შესახებაც აკეთებს, ასე ვთქვათ, გაშუქებას და თუ კი ერთ პოლიტიკურ პარტიას აშუქებს ან უთმობს ეთერს, ეს ნიშნავს, რომ სხვა საარჩევნო სუბიექტებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ იგივე სიკეთით ისარგებლონ, ასე ვთქვათ. ჩვენ საუბრობდით რეკლამამდე დავიწყეთ ამაზე საუბარი და ვეღარ მოვასწარით, რადგან მე მაყურებელი ჩაგვერთო იმაზე, თუ რამდენად შეცვალა ხელისუფლებამ თავისი პოზიციები და რა ახალი ცვლილებები შეიტანა კოდექსში, მას შემდეგ რაც შეიცვალა უკვე პოლიტიკური რეალობა, ანუ მას შემდეგ რაც დაიშალა 8-იანი და 6-იანი და გაჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრი. ანუ რა შეიცვალა ამის შემდეგ საარჩევნო კოდექსში? რა ცვლილებები მიუსადაგეს მათ, თუ ასე მართლაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ასე ამბობს, პოლიტიკური რეალობის ცვლილებას. კი ბატონო, 8-яნის დაშლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ორ ეტაპად მიმდინარეობდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. ერთი ეს იყო პარტიებს შორის დადებული შეთანხმება, ანუ ნაციონალური მოძრაობის შეთანხმება ოპოზიციურ პარტიების ნაწილთან და სწორედ ამ შეთანხმების შედეგი იყო დეპუტატების რაოდენობის ზრდის საკითხი, პარტიების დაფინანსების ზრდის საკითხი
ასევე რამდენიმე სხვა ამ საარჩევნო კომისიის შექმნა და ასე შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა ზუსტადაც რომ გაერთიანებული იყო ამ შეთანხმებაში და შემდეგ ამ შეთანხმების შედეგად გარკვეული ცვლილებები შევიდა უკვე იმ დიდ პროექტში, საარჩევნო კოდექსის დიდ პროექტში, რომელიც პარლამენტში იქნა ინიცირებული. თუმცა შემდეგ უკვე ამ პროცესების შემდეგ, როდესაც მომზადდა პარლამენტში პროექტი, ვენეციის კომისიასაც გაეგზავნა და გარკვეული დროც გავიდა ვენეციის კომისიისთვის პროექტის გაგზავნიდან, მომზადდა მეორე პროექტი უკვე საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად პარტიების დაფინანსების საკითხს. თავისთავად ამ პროექტის შინაარსმაც და დრომაც გამოიწვია გარკვეული კითხვები, ალბათ ამას გულისხმობდით თქვენს კითხვაში, იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიან არათანამიმდევრულად გამოიყურებოდა ამ პროცესში. ერთის მხრივ ის ურიგდებოდა პარტიებს და ამბობდა, რომ გაიზრდება პარტიების დაფინანსება, გაორმაგდება შემოწირულობები და გაიზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ზრდისკენ და პირიქით რეგულაციების მოხსნისკენ და მეტი დაფინანსებისკენ იყო მიმართული ის შეთანხმება, რა შეთანხმებაც დაიდო და მეორეს მხრივ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, თუ თვის შემდეგ უკვე მომზადდა პროექტი, რომელიც პირიქით სრულიად ზღუდავდა პარტიების დაფინანსებას, შემოქონდა ძალიან ბევრი რეგულირება, ძალიან ბევრი შეზღუდვა და ასე შემდეგ. აქ საინტერესო ის არის, რომ თვითონ ამ შეზღუდვაში ბევრი რაღაც არის რაციონალური და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო. თუმცა ზაფხულში, როდესაც მაგალითად ეს შეთანხმება დგებოდა, მაშინ ჩვენი რეკომენდაციები, ისევე როგორც გრეკოს რეკომენდაციები, მაშინვე არსებობდა, მაგრამ ეს რეკომენდაციები რატომღაც ყურადსაღები არ იყო მაშინ იმ ეტაპისთვის, მაშინ სულ სხვა რაღაცაზე შეთანხმდნენ პარტიები და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს რეკომენდაციები გაათმაგებულად არის გასათვალისწინებელი. რაც რა თქმა უნდა თვითონ ამ პროცესმა გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვია ნამდვილად. რაც შეეხება პარტიების და ალბათ იმიტომ დაუკავშირდა ეს ახალ პოლიტიკურ რეალობას, იმიტომ რომ როდესაც 2-3 კვირაში ან რამდენიმე კვირაში ესე რადიკალურად იცვლება პოზიცია, რაღაცა განაპირობებს ამ როდესაც სწორედ ფინანსები იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც გარკვეული შეთანხმება მოხდა ოპოზიციურ პარტიებსა და ნამდვილად შეგვიძლია ეს ვთქვათ, იმიტომ რომ პარტიებს შორის შეთანხმების მთავარი პუნქტები სწორედ დაფინანსებებთან იყო კავშირში, იქ იყო მილიონ ლარზე საუბარი, იქ იყო წარმომადგენლების დაფინანსებაზე საუბარი, იქ იყო რაც სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად პირდაპირ ფინანსების მიღებას თამარ ზარია ისევ ჩვენს ეთერში კარგახანია მსმენელი გველოდება, მოდით გავუსმინოთ. გისმენთ ეთერში ხართ? უკეთესად მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, ადმინისტრაციული რესურსები ახსენეთ, ზეგან და თქვენ ახსენეთ ქალაქის მერი თუ გუბერნატორი. ძირითადად არის მაღალი საფეხური, მაგრამ მე აინტერესებს ეს რაღაცა, რომ აჩვენებს ძირითადად ჩართულები არიან ადმინისტრაციული რესურსის საკმაოდ დაბალი საფეხურის წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ იმ პერიოდის საარჩევნო პერიოდებში რაღაც შებულებებს აძლევენ და მუშაობენ საარჩევნო კომისიებში მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლებად. ხო არ შეიძლება რომ საერთოდ აეკრძალოს ამ სახის ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში, მხოლოდ თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი უმუშევარი ადამიანი არის საქართველოში და დაკავდნენ აი ეს ადამიანები. და საკმაოდ განათლებული და საკმაოდ შეძლებული თავიანთი რესურსით, ადამიანური რესურსებით. მეორე, ასეთი რაღაც მაინტერესებს. ტრენინგები აი ამ დაინტერესებული ადამიანების არის თუ არა რამენაირად გათვალისწინებული აი ამ ცვლილებებში, რომ საარჩევნო პერიოდებში ჩატარდეს ამ დაინტერესებული ადამიანების ტრენინგები, იმიტომ რომ ამის გარეშე ნორმალური არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია. და მესამე ესეთი ჭორის დონეზე მოხდა გაგებული, რომ მართველი ანუ სახელმწიფო ტრენინგებს ატარებს კონკრეტულ მათთვის სანდო ადამიანებთან და ეს ადამიანები მერე აუცილებლად იქნებიან ან კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები, ან დივნები და არა ისე როგორც ეს კოდექსში არის ჩადებული. აქამდე როგორც ხდებოდა, ასე აღარ იქნება. ოღონდ ამის დავუსტება მე ვერ მოვახდინე, უბრალოდ ეს ვიცი ჭორის დონეზე. თუ შეიძლება ამის შესახებ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან საინტერესო საკითხები იყო წამოწეული. საჯარო მოხელეების მონაწილეობას რაც შეეხება
წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეს ნამდვილად ძალიან აქტუალური პრობლემა არის. უბრალოდ მერები და გუბერნატორები ესენი შედიან სხვა კატეგორიაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად შეუზღუდავად ეძლევათ შესაძლებლობა რომ მიიღონ წინა საარჩევნო კამპანიაში, რაც შეეხება უფრო დაბალი რანგის მოხელებს, ანუ საჯარო მოხელებს, მათთვის არის დაწესებული შეზღუდვა, რომ მათ უშუალოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ შეუძლიათ აგიტაციაში მონაწილეობა, ამიტომ ისინი სწორედ იღებენ შვებულებებს და ჩვენ 2010 წლის არჩევნებში, როგორც დავადგინეთ, ათასობით საჯარო მოხელემ აიღო შვებულება იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა არჩევნების წინა პერიოდში და ისინი მთლიანად, ასე ვთქვათ, ჩაებნენ წინა საარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. ჩვენი რეკომენდაცია იმ პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად იყო ის, რომ და ზუსტად 2010 წლის ანგარიში პირველად მოხდა ჩვენი ეს რეკომენდაცია, რომ საჯარო მოხელეებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. აქ არის, ანუ როგორ არის იცით, არსებობს პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითად დეპუტატები, მინისტრები და ასე შემდეგ, ვისაც ასეთი შეზღუდვები ვერ დაუწესდება. ისინი პოლიტიკური პარტიული ნიშნით არიან ისინი თანამდებობაზე და შესაბამისად პოლიტიკური პირები არიან, ასე ვთქვათ, და მათთვის შეზღუდვების დაწესება სრულად აკრძალვა მათთვის პარტიული საქმიანობის სწორი არ არის. თუმცა ჩვენ ვსაუბრობდით ზუსტად იმაზე, რომ ამ პირებსაც კი, პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც კი უნდა დაუწესდეთ შეზღუდვა და უშუალოდ როდესაც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ, მაშინ არ უნდა აწარმოონ აგიტაცია. იმიტომ რომ როდესაც ის არის მინისტრი და აკეთებს იმ საქმეს, რაც არის მინისტრის საქმე, ის თან პარტიის აგიტაციას არ უნდა ეწეოდეს. მაგრამ უფრო დაბალი რანგის მოხელებთან მიმართებით ჩვენ თვლიდით და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მათ სრულად უნდა აკრძალვოდათ მონაწილეობა და სხვათა შორის მე მგონი ვენეციის რეკომენდაციაც იგივე აზრზე არის, როგორც ჩანს. დაზუსტება ჭირდება მე როგორც აღვნიშნე ამ რეკომენდაციას, მაგრამ ჯერჯერობით როგორც იკითხება, შეიძლება თარგმანის პრობლემა იყოს უბრალოდ იმიტომ, რომ ტერმინების თარგმნას ძალიან ფრთხილად არის საჭირო. მაგრამ ჩვენ როგორც იკითხება ამ წუთში ინგლისურ ვერსიაში ვენეციის კომისიის შემოთავაზება ზუსტად საუბარია იმაზე, რომ საერთოდ დაიგრძალოს მონაწილეობა. ტრენინგებთან დაკავშირებით. ესეც მნიშვნელოვანი საკითხი არის. რაც შეეხება ტრენინგებს, საარჩევნო კომისიები ზოგადად კომპლექტდება ორი პრინციპით. ერთი არის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება და მეორე არის პარტიული ნიშნით დაკომპლექტება. ერთი არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოცდილების გადამზადების საფუძველზე წინასწარ, ასე ვთქვათ, ამზადებს პირებს და გარკვეული რაოდენობა კომისიის წევრებისა სწორედ პროფესიული ნიშნით ფორმირდება, ასე ვთქვათ, და მათ არ უნდა ქონდეთ რაღაცა პარტიული სიმპათიები ან მისწრაფებები, ისინი უბრალოდ თავიანთი პროფესიონალიზმით უნდა ინიშნებოდნენ ამ პოზიციებზე და მეორე არის, რომ ყველა პარტიებს უბრალოდ ყავთ წარმომადგენლები კომისიაში და უკვე პარტიის მიერ წარდგენილი პირები ხდებიან კომისიის წევრები. აქ გადამზადების საკითხი დგას სხვადასხვაგვარად. ერთ შემთხვევაში ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, როდესაც პროფესიულ ნიშანზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა შეირჩნენ ისეთი პირები, რომლებსაც უკვე საკმაოდ კარგი კვალიფიკაცია აქვთ და უნდა გადამზადდნენ კიდევაც. როდესაც პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ვსაუბრობთ, პარტიამ თვითონ უნდა უზრუნველყოს, რომ გარკვეული გადამზადება მოხდეს და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყოს მაღალ კვალიფიციური. სამწუხაროდ ჩვენ მთელი გასული წლების განმავლობაში ხედავდით გარკვეულ ან კომპეტენციის ნაკლებობას საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, ან სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში გარკვეულ გულგრილობასაც კი. მაგალითად თელავის არჩევნებზე, რომელიც ახლა სულ რამდენიმე თვის წინ იყო, ერთი საინტერესო ტენდენცია დავაფიქსირეთ, რომ პირები რეკავდნენ, თავმჯდომარე იქნებოდა თუ მდივანი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ისინი რეკავდნენ ტელეფონით, უკავშირდებოდნენ ვიღაც ადამიანს, ამბობდნენ, რომ ეს არის ჩვენი ტრენერი და მითითებებს იღებდნენ ამ ადამიანებისგან კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მაშინ, როდესაც არსებობს კანონი, არსებობს წესები და მათ თვითონ, როდესაც თავმჯდომარე არის, კომისიის თავმჯდომარე არის, ის თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, ასე ვთქვათ, ანუ კიდევ ერთ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად ოლქო კომისიის, ოლქო კომისიას კითხოს, მაგრამ ამბობდნენ მუდმივად, რომ ტრენერთან რეკავთ და ვინ არის ეს ტრენერი ტელეფონის მეორე ხაზზე, ასე ვთქვათ, არავინ არ იცის და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ის, რომ უბანზე იყვნენ, სხვათა შორის ერთი საჩივარიც კი დაიწერა ამასთან დაკავშირებით, უბანზე იყვნენ ადამიანები,
პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ფაქტიურად ისინი მართავდნენ მთელ კენჭისყრის პროცესს და ისინი აძლევდნენ მითითებებს, როგორც მდივანს, ისე თავმჯდომარეს, ისე მოადგილეს და ისე კომისიის წევრებს. ესეთი რაღაცები რომ არ მოხდეს და ნამდვილად ალბათ ამას გულისხმობდა ქალბატონი რომ დაუინტერესებელი პირები იყვნენ ჩართული. დაუინტერესებლები არ იყვნენ ალბათ, იმიტომ რომ მან გამოთქვა ასეთი მოსაზრება რომ უკეთესი იქნება თუ არა დაინტერესებული პირები იქნებიან ჩართული. ზუსტად საუბარი იყო იმაზე რომ მათი დატრენინგება გადამზადება ხდება თქვა მართველი პარტიის მხრიდან, რომელიც შემდეგ თლიანად იქ სიტუაციას განაგებს, რაც არასწორი არის და ზოგადად ყველა საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია თუნდაც იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქ არ იყოს ერთი ადამიანი, რომელიც გეტყვის, რომ ეს ახლა ესე უნდა გავაკეთოთ და შემდეგ მეტი არავინ არ იცოდეს, როგორ არის სინამდვილეში გასაკეთებელი ასე. ისევ ზარია, ეს იქნება ბოლო ზარი, რადგან დრო უბრალოდ აღარ გრჩება. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? გისმენთ გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, ახლა რადგან თქვენის სტუმარით საუბრობს, არაერთი გვინახავს და ყოველწლიურად არის ეს გაუთავებლივი რეკომენდაცია თუ არ შესრულდა საერთოდ რა აზრია ასეთი ტიპის გინდაც განცხადებას, გინდაც დასწრებას. აი მაგალითად, წინ არჩევნებზეც პედაგოგები რა დღეში იყვნენ, ამ წუთშიც კონკრეტული დავალებები აქვს მიცემული, ამ წუთშიც არის ამ რესურსის გამოყენების საშუალება და ვერავინ წინააღმდეგება ფაქტიურად. წინ არჩევნებზე კიდევ მეორე ბაღში იყო, საბავშვო ბაღში იყო ჩვენი საარჩევნო უბანი. სავსე იყო პოლიციელები და ასე შემდეგ. ვინ ეწინააღმდეგება საერთოდ ამას, თუ შეგვიძლია ან ვის აქვს ბერკეტი რომ აღკვეთოს და თქვა შემდეგ არჩევნებზე არ გამეორდეს. აბა რა აზრი აქვს ასეთ რეკომენდაციას, თუ კაცშვილი ამისი გამთვალისწინებელია და არ შემსრულებელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. კი ბატონო, ამ კითხვას ორ ნაწილად უნდა უპასუხო. პრინციპში კი ბატონო, ვეცდები რომ ძალიან მოკლედ ვისაუბრო. რაც შეეხება რეკომენდაციის შესრულებას, ჩვენ უარესი შემთხვევები გვინახავს, მაგალითად, რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, როდესაც კანონი ჯერ მიიღო პარლამენტმა და მხოლოდ მერე გადაუგზავნა ვენეციის კომისიას ძალიან ფორმალურად და საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოყოლია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. სამწუხაროდ ესეთი შემთხვევებიც იყო და გაუგნებულიც კი იყო ვენეციის კომისია, როდესაც მიიღებულ კანონზე მოითხოვა პარლამენტმა მისგან შენიშვნების მომზადება. ამ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს ალბათ გარკვეული საზოგადოებრივი წნეხის შედეგი არის შეიძლება, მაგრამ გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოცემულობა, როდესაც პარლამენტმა არ დაიწყო განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებამდე და ეს არის პოზიტიური მოვლენა, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, სამწუხაროდ ბევრად უარესი გამოცდილებები გქონია. და რაც შეეხება შედეგი ის იქნება თუ მართლაც გაითვალისწინეს ეს. შედეგი ნამდვილად იქნება მხოლოდ ის თუ მართლაც გაითვალისწინეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რეკომენდაციები რო არ არსებობდეს შენიშვნები, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზების, თუნდაც ვენეციის კომისიის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი საერთოდ ვერასდროს ვერ გაიგებდა არის თუ არა პრობლემა საარჩევნო. ანუ იქნებოდა უარესი მდგომარეობა, უბრალოდ ინფორმაციული ვაკუუმი იქნებოდა და მეტი არ ისიც კი არ გვეცოდინებოდა, რომ რაღაცა პრობლემა არსებობს. ამიტომ რეკომენდაციების და შენიშვნების არსებობას მე ყოველთვის პოზიტიურ მოვლენად მივიჩნევ თავისთავად. და რაც შეეხება იმას, რომ გარკვეულ პირებზე და მასწავლებლები ახსენა ქალბატონმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორ ხდება პედაგოგების გამოყენება? აქ მე მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ მოგდის ჭორის დონეზე ასეთი შემთხვევები. ან ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოდის და გვიდასტურებს, რომ ესეთი რაღაც ხდება, მაგრამ არასდროს, თითქმის არასდროს საზოგადოება, ეს ადამიანები არ მოდიან იმაზე, რომ ბოლომდე მოყვნენ ამ პროცესში, ან გასაჯაროვებაზე ასეთი შემთხვევების, ან სასამართლოდ დავალებას. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ სამსახურის ძალიან სამწუხარო არის, რომ ესეთი რაღაცები არსებობს, მაგრამ ძალიან მძიმე მოცემულობა გვაქვს, ასე ვთქვათ. ერთის მხრივ ადამიანები ამბობენ, რომ გარკვეულ ზეგავლენას ზეწოლას აქვს ადგილი, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ამაზე მათ საჯაროდ არა და არც სამართლებრივად, არა საჯაროდ, მაგრამ თუნდაც იურიდიულ რაღაც პროცესებს რო გავყვეთ, ასე ვთქვათ. ამისთვის მზაობა არასდროს არ არსებობს და ჩვენ ვარდებით ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ძნელი. როგორც კი მე ამას ხმამაღლა ვიტყვი, მაშინვე ყველა ბრალდება წამოვა ჩემს წინამდე, იმიტომ რომ გამოვა რომ სრულიად დაუსაბუთებლად ვლაპარაკობ ისეთ რაღაცას, ისე დადასტურებაც არ შემიძლია და ეს პირდაპირ ორგანიზაციის ასე ვთქვათ ავტორიტეტს და სანდოობას ძალიან ნეგატიურად უტყავს. და ჩვენ ვარდებით ყველაზე ძნელ მდგომარეობაში. იმისთვის რომ წამოყვნენ ადამიანები და დაამტკიცონ თავის სიმართლე ბოლომდე
თქვენი ორგანიზაცია შეძლებს მათ დაცვას, მაგალითად იმისგან, რომ მათ არ დატოვონ სამსახური ამის გამო. ამის გარანტიის მიცემა ზუსტად სამწუხარო ის არის, ასეთი გარანტიის მიცემა, რომ შეგვეძლოს ჩვენ ვინმესთვის ნებისმიერი ადამიანისთვის, მაშინ ესეთი მდგომარეობა არ გვექნებოდა, მაგრამ მე საკუთარ თავს ვერ მივცემ ვერაფრის გარანტიას, იმიტომ რომ ასე შემთხვევაში უკვე სასამართლოზე ხარ დამოკიდებული და სასამართლოში ჩვენ გვქონია სრულად აბსურდული გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, რაც ჩვენს ძალებში არის, ყოველთვის მაქსიმალურს ვცდილობთ, მაგრამ საბოლოო რაღაცა გარანტიების მიცემა ჩვენს ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თამარ ჩუგოშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მე 10 საათამდე გემშვიდობებით. 10 საათზე ჩემი სტუმრები იქნებიან გადაცემის პირველ ნაწილში ირაკლი ალასანია, მეორე ნაწილში ნინო ქადაგიძე. ახლა კი მაესტროს ეთერს გააგრძელებთ საინფორმაციო გამოშვება. დროებით.